საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. ეს არის ახალი 6 სტუდიაში თქვენთვის თამთა სანიკიძე მუშაობს. ქართულზე დაწესებული ახალი შეზღუდვა კლიენტებს ბანკომატებიდან პლასტიკური ბარათებით თანხა ვეღარ გამოაქვთ. ბანკში ამბობენ, რომ მიზეზი ეროვნული ბანკის ინსტრუქცია. წაგიკითხავთ განცხადებას, რომელსაც ქართულიდან ავრცელებენ. 29 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებს დაეგზავნათ წერილი. 15 სექტემბრიდან ბანკების ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი საგადასახადო ბარათებით ოპერაციებისას ბარათის მფლობელის სახელისა და გვარის წაკითხვის, ასევე შენახვის უზრუნველყოფის შესახებ. ეროვნული ბანკის მოთხოვნებისა და ინსტრუქციების შეუსრულებლობით განპირობებული ნებისმიერი სანქციების თავიდან აცილების მიზნით ბანკი ქართულ იძულებული გახდა, რომ 15 სექტემბრიდან ბანკის ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განახდების შესაძლებლობა გაეთიშა. თუმცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება უშუალოდ ბანკი ქართულს მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე. ნათქვამია ქართულს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბანკის საერთაშორისო ვიზა და მასტერკარდ ბარათების მფლობელებს დროებითი შეფერხებისა და შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ უცხოური და ადგილობრივი ბარათების განახდებაზე. დაცნობილი ხდება, რომ გიორგი ისაკაძეს კუთვნილი კომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. საუბარია ორ კომპანიაზე, ესენია ლოგოსი და თეთრი სახლი. შესაბამისი დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე გაფორმებულია. ამ ინფორმაციას კი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს. მისივე ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა ასევე ისაკაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთიც, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის 7 ნომერში სამშენებლო კომპლექსის ნაწილი იყო. ეს კომპანიები ძირითადად სამშენებლო მიმართულებებით იყვნენ დაკავებულნი. ამ კომპანიებთან კავშირში აგრეთვე იყვნენ ბიზნესმენები გოჩა ძასოხოვი და ჯოზეფ ქეი, თუმცა არც ერთი მათგანი წინასწარი ინფორმაციით დღეს საქართველოში არ იმყოფება. სააგენტომ ასევე სცადა დაკავშირებოდა თავად გიორგი ისაკაძეს, თუმცა სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ისაკაძეც საქართველოში არ იმყოფება და სავარაუდოდ ის კომენტარს მომდევნო კვირაში საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს. რასაც დღეს NDI საქართველოში აკეთებს, დანაშაულია ამ განცხადებას ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მოსკოვის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი აკეთებს. გრეგორი მინჯეკმა ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ კვირის პალიტრის ჟურნალისტს მისცა. დღეს მინჯეკი დემოკრატიის საკითხებში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უმაღლესი რანგის სპეციალისტია. ინტერვიუში ის ამბობს, რომ NDI-ის ქართული ოფისის მუშაობით გაკურვებულია, რადგან ასეთი მუშაობა დემოკრატიის მშენებლობას არ ემსახურება. NDI დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და სააკაშვილის შეცდომებს უწყობს ხელს, ამბობს მინჯეკი და კვლევის მეთოდებზეც აკეთებს აქცენტს. NDI-ის ყოფილი წარმომადგენლის აზრით, ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ქართული ოფისის კვლევის მეთოდები გაუგებარია. შეკითხვები კი არასწორად არის შედგენილი და ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს. ინტერესთა კონფლიქტში კი ის NDI-ისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამშრომლებს გულისხმობს, რომლებიც მმართველი პარტიის სიით იყრიან დღეს კენჭს. ამ კონტექსტში ის ლევან თარხნიშვილსა და თინათინ ბოკუჩავას ახსენებს. NDI-ის ექს-თანამშრომელი ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრასაც იხსენებს, სადაც მან ემიგრანტებზე კითხვა-პასუხად კი მიიღო, რომ NDI-ის ქართული დიასპორა არ აინტერესებს. ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არიან NDI-ის ამერიკელი თანამშრომლები, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ, მინჯეკი მარკ მალენის გვარს ასახელებს, რომელიც NDI-ში მუშაობდა. ვინ არის თავად გრიგორი მინჯეკი? სხვადასხვა ქვეყანაში ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ კამპანიებს, კონსულტაციებს დღემდე უწევს ცნობილ სახელმწიფო მოხელეებს. არის ვაშინგტონის წარმომადგენელი საერთაშორისო ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში. 2009 წლიდან კი ის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სპეციალისტია. გრეგორი მინჯეკის ამ ინტერვიუს უკვე მოჰყვა პირველი რეაქცია. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი მინჯეკს ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდულს უწოდებს. დეპუტატი ამჯერადაც ქართულ ოცნებას აკრიტიკებს და მას ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ეს არის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაქირავებული ადამიანების დისკრედიტაცია მოხდეს სანდო მიუკერძოებელი ორგანიზაციების, რომელთაც აქვს ძალიან დიდი ხანი გამოცდილება მუშაობის არა მარტო საქართველოში, სხვა სახელმწიფოებში. ეს პირველ რიგში შეურაცხყოფა შეერთებულ შტატებში. ანუ გრეგორი მინჯეკი ბიძინა ივანიშვილის მოსყიდულია ესე? თუ ის იმ პოზიციას იზიარებს, რაც აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბუნებრივია.
საჯარო სამსახურის თანამშრომელმა ქართული ოცნების გამო თანამდებობა დატოვა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თენგიზ კალანდაძემ საარჩევნო ბლოკ ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებას მხარდაჭერა გამოუცხადა და საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. საკუთარ გადაწყვეტილებას კალანდაძე სწორი მოქალაქეობრივი პოზიციითა და სიმართლის მხარეს დგომის სურვილით ხსნის. კალანდაძე დღეს უკვე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამტოვო ჩემი თანამდებობა, მე გახლავართ სურსათის უვნებლობის სააგენტოს, სურსათისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი. ამ წლების მანძილზე 5 წელია გახლავართ ამ დეპარტამენტის უფროსი. ამ წლების მანძილზე მე ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ გარკვეული შრომა და ჩემი გამოცდილება ჩამედო საქმეში, რა თქმა უნდა, რაღაც გაკეთებული გახლავთ ამ სამსახურში, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ჩანს, რომ ეს არის ფასადური, ეს არ არის ჭეშმარიტი კონტროლი, რაც უნდა განხორციელდეს. დაცული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა. როგორც იმპორტირებული პროდუქციისაგან ყველა უნდა კონტროლდებოდეს ეს პროდუქცია, უნდა იყოს მძლავრი ლაბორატორიები და ასევე უნდა კონტროლდებოდეს მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, ეროვნული წარმოების პროდუქცია და პირველ ყოვლისა ხელი უნდა შეეცვლოს ეროვნული წარმოების პროდუქციას. თუ ახალი მემარჯვენეები მინიმალურ ბარიერს ვერ გადალახავენ, მაშინ დავით გამყრალიძე პოლიტიკიდან წავა. ეს განცხადება დღეს მანანა ნაჭყებიამ გააკეთა. ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საინფორმაციო სააგენტო ივერონის ოფისში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მთავარი საარჩევნო პროცესის მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარება. ნაჭყებიამ წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ყველა შეხვედრაზეც ისაუბრა. ქართული ხალხის გადასაწყვეტია. საეტაპო მნიშვნელობის არჩევნების წინ მდგევართ. მე ხაზი განსაკუთრებულად მინდა გაუსვა ამას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი რამ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით დამოკიდებულია, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, რამდენად უზრუნველყოფილი იქნება. პირველ რიგში მშვიდობიანი გარემო, სამწუხაროდ ჩვენ ამ ეტაპზე და ამ წუთას გვიწევს ამის ხაზგასმა, თუმცა ეს არანორმალურია, როდესაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, რომ მშვიდობიან გარემოში უნდა ჩატარდეს. ასევე არანაკლებ თუ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. არასასიამოვნო სიახლე პენსიონერებისთვის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით 2007 წელს დაწესებული დანამატი გაუქმებულია. მთავრობის დადგენილება დამტკიცდა შედეგად 2012 წლის 1 სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერი იმის მიუხედავად რამდენწლიანი შრომითი სტაჟი აქვს მას ერთსა და იმავე ოდენობის პენსიას მიიღებს. ანუ პენსიონერებმა, რომლებიც პენსიის ზრდას ელოდებოდნენ, დანამატის გაუქმების გამო გაზრდილი პენსია ვეღარ იგრძნეს. აქ იგულისხმებიან 67 წლამდე ასაკის მამაკაცები და ქალები, რომელთაც 25 წელი ან უფრო შრომითი სტაჟი აქვთ. იმის მიუხედავად, რომ მათ საპენსიო პაკეტის ზრდის ფარგლებში 10 ლარი მოემატათ, ზუსტად ამავე ოდენობის დანამატი ჩამოეჭრათ. ანუ რეალურად პენსია მათთვის არ გაზრდილა. გაუქმდა შრომითი სტაჟის მიხედვით პენსიაზე დანამატი. ანუ ყველა პენსიონერი მიუხედავად იმისა, ვის რამდენწლიანი შრომითი სტაჟი აქვს, მიიღებს ერთსა და იმავე ოდენობის პენსიას. ამასთან ის ზრდა, რაზეც არის საუბარი, არ შეხებია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს, მაგალითად, ქალებს და მამაკაცებს 67 წლამდე ასაკის, რომელსაც ჰქონდათ 25 ან მეტი შრომითი სტაჟი, მათ ეს ზრდა არ შეხებიათ. მართალია, მათ მოემატათ 10 ლარი, მაგრამ ამავე დროს, რადგან გაუქმდა შრომითი სტაჟის მიხედვით დანამატი, მათ გაუქმდათ 10 ლარი. 10 ლარის მომატებით და 10 ლარის დაკლებით შესაბამისად მათთვის არ შეცვლილა არაფერი. მე მეგონა 25 ლარი მიემატებოდა და რაღაცა პლუს ავიღებდი და 100 ლარი. პენსიონერი 10 ლარის დიდი რამეა. მithumetes სიგარეტს ეწევი. სიგარეტი ზოგი 10 კოლოფი არის. სტუდენტების საპროტესტო გამოსვლებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაუქმდეს რეგენტთა საბჭო, დაბრუნდნენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლები, გათავისუფლდეს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და მოწესრიგდეს სასწავლო ბაზა. ასეთია ახალგაზრდების მოთხოვნები. სტუდენტებმა დღეს რექტორთან გასაუბრება სცადეს, თუმცა შეხვედრამ ხმაურიანი ლოზუნგებისა და ბრალდებების ფონზე ჩაიარა. კვიტაშვილის შემდეგ ანალოგიური ლოზუნგებით სტუდენტები უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში შევიდნენ და ანდრო ბარნოვთან შეხვედრა მოითხოვეს. პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახლად დანიშნულმა დეკანმა პრობლემების მოსაგვარებლად დრო ითხოვა. მათ განაცხადეს, რომ პრობლემები არ აქვს, თუმცა თქვენც ხედავთ და ხედავს სტუდენტები ძალიან სერიოზული ნაწილი, რომ პრობლემები უნივერსიტეტში არსებობს და სწორედ ამ პრობლემების გამო ვდგავართ აქ. ჩვენ გვინდა რომ მივაწვნოთ ადმინისტრაციას ხმა
ჩვენ ქონდა კონკრეტული მოთხოვნები და ის მოთხოვნები გვაქვს დღესაც. რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს უკანონოდ პოლიტიკური სარჩულით რამდენიმე კვალიფიციური ლექტორი. რამდენიმეს გათავისუფლებას არ ახმაურებენ. მოვითხოვოთ ამ უნივერსიტეტში გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნება ხალხო. პასუხად მივიღეთ 3-ჯერ ტყუილი ლექტორისაგან და ამას პლუს თვითმმართველობისაგან ბავშვების ცემა. აი ეს არის მათი პასუხი, მათ პასუხი არ გააჩნია. იმიტომ რომ ისინი არიან ხელები და მათ არ გააჩნიათ ეთემაზე გადაწყვეტა პრობლემები. ეს ადამიანები არიან გასაშვებები აქედან. ისინი ვერ აგვარებენ ელემენტარულ პრობლემებსაც. ასე რომ ყველანაირი კონსტრუქციული მათთან დიალოგმა ამოწურა თავი. გაუყოლებლი დაფიქრებულად მოთხოვნები. დაბრუნდეს ლელა გაბრინდაშვილი. არ დაბრუნდება, არა, მაგრამ მაშინ გეშინოდეთ ჩვენი. ბატონო სანდრო, გეშინოდეთ ჩვენი. გეშინოდეთ ჩვენი. გეშინოდეთ ჩვენი. გეშინოდეთ ჩვენი. გეშინოდეთ ჩვენი. როცა არის მოთხოვნა იმაზე, რომ ბაზების პრობლემა არის, ეს არის სამწუხაროდ საკმაოდ ძელვადიანი პრობლემა, რომელიც ასე სწრაფად გამოსწორება ძალიან რთული აღმოჩნდა. ვერ ვხვდები ფორმას ამ პროტესტის გამოხატვის. გრძელდება საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების საპროტესტო მსვლელობაც. ბოლო გაჩერება თბილისი იქნება. უცხოეთიდან ჩამოსული ქართველები დაახლოებით საათნახევარში ცესკოსთან მივლენ და საპროტესტო აქციას გამართავენ. საქართველოს მოქალაქეებს სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციისგან აინტერესებთ, რატომ იქმნება ხელოვნური ბარიერები საარჩევნო რეგისტრაციისას და რატომ არ იხსნება დამატებითი უბნები საზღვარგარეთ. საპროტესტო მსვლელობა დღეს დილით აჭარიდან დაიწყო. ამერიკა, ბელგია, იტალია, საფრანგეთი, ჰოლანდია, გერმანია, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი, საბერძნეთი. ამ ქვეყნებიდან მოსული ემიგრანტების პირველი აქცია ბათუმში იუსტიციის სახლთან გაიმართა. ბათუმიდან საქართველოს მოქალაქეები გურიისკენ დაიძრნენ. ლანჩხუთის შემდეგ კი სამტრედიაში გადაინაცვლეს, სადაც მათ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი დახვდათ. საარჩევნო უბნების სიმცირე არჩევნების სამუშაო დღეს დანიშნა და საარჩევნო რეგისტრაციის ხარვეზები. ეს არის პრობლემები, რომელთა გამოც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სასურველი პარტიისთვის ხმის მიცემას ვერ ახერხებს. ემიგრანტებს სიმბოლურად რამდენიმე სატელიტური ანტენაც აქვთ ჩამოტანილი, რომლებსაც ყველა არხის ხელმისაწვდომობის მიზნით გზა და გზა არიგებენ. ემიგრანტები საკუთარ ქვეყნებში ხუთშაბათს უნდა დაბრუნდნენ. მიზანმიმართულად დაინიშნა არჩევნები ორშაბათ დღეს, იმიტომ სააკაშვილმა და მისმა მოძალადე ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ემიგრანტებიდან ვერცერთ ხმას ვერ აიღებდნენ, იმიტომ ადამიანები 1 მილიონზე მეტი ემიგრანტი ყავს ქვეყანას. ეს ადამიანები წასულია ქვეყნიდან ზუსტად იმის გამო, რომ საქართველოში არანაირი სამუშაო პირობები არ არსებობს, შელახულია ადამიანის უფლებებით. ხალხ მიუხედავად მიუხედავად არაერთი მცდელობისა საარჩევნობანი არ გაგვიხსნეს უბრალოდ. მიუხედავად იმისა, რომ იყო 1500-ზე მეტი ადამიანის მოთხოვნა, არაერთი მცდელობისა რეალურად დღეს მიუხედავად საარჩევნობანი არ არსებობს და გვიწევს დასვლა ბერლინში. გვინდა რომ ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში, ვიცხოვროთ ბედნიერად, ვიყოთ დასაქმებულები და საქართველოს იყოს ძლიერი. საარჩევნო პრობლემები აქვთ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსაც. საქართველოს მოქალაქეები ლონდონში შეიკრიბდნენ და ქართული ოცნების მხარდამჭერი აქცია ჩაატარეს. მონაწილეები ამბობენ, რომ საარჩევნო უბნების სიმციриთა და არჩევნების ორშაბათ დღეს დანიშნვით ხელისუფლება ემიგრანტების ხმების დაბლოკვას ცდილობს. პარლამენტთან გამართულ შეკრებას ლონდონში მყოფი ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი დოლიძე და გია მაისაშვილით შეუერთდნენ. ჩვენ მხარს უჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ასეთია 5 ქვეყნის პირველი დიპლომატების გზავნილი. თბილისში ლიტვის, ლატვიის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ. სტუმრები დღეს დილით მმართველი გუნდის წევრებსა და ქართული ოცნების ლიდერებს შეხვდნენ. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით საუბრის ძირითადი თემა 1 ოქტომბრის არჩევნები და წინა საარჩევნო გარემო იყო. არჩევნებზე ისაუბრეს დიპლომატებმა დავით ბაქრაძესა და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შეხვედრის დროსაც. თავად მინისტრებმა ორივე შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს. მათ გამოხატეს კიდევ ერთ შედა დააფიქსირეს, რომ ისინი პატივცემენ ხოლო დემოკრატიულ არჩევნებს ელოდებიან ასეთ არჩევნებს საქართველოში, რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად და არა რომელიმე პარტიის ან ხელისუფლების. ამ ხრივ ამ კუთხით ჩვენს მადლობა გადავუხადეთ, მათ ჰქონდათ რამდენიმე შეკითხვები და დააზუსტეს ჩვენი სტრატეგია და ჩვენ კიდევ ერთ დავუსაბუთეთ, რომ ეს გახლავთ ევროატლანტიკური სივრცე. მინისტრებმა გაამახვილეს ყურადღება საქართველოში და თავისუფალი არჩევნების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე.
და გაეცნენ ჩვენს პროგრამას და ხედვას მთელ რიგ საკითხებზე. თავარი გზავნილი კიდე ერთხელ გამომეორდებით, ეს არის მხარდაჭერა დემოკრატიული პროცესების და პოზიტიური შეფასება დემოკრატიული პროცესების, მათ შორის საარჩევნო პროცესების და მეორე გზავნილი, თავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს ღირსია გახდეს ნატოს წევრი და მიმდინარეობს ძალიან წარმატებით ეს მიმართულება და ბუნებრივია ევროკავშირის შემდგომი ინტეგრაცია. ქართული ოცნების ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში დღეს ჟურნალისტებს კოალიციის პროგრამის ეკონომიკური ნაწილი გააცნეს. ძირითადი პრიორიტეტები ნოდარ ხადურმა წარმოადგინა. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, სიღარიბის აღმოფხვრა და სამუშაო ადგილების შექმნა. ეს ის პრიორიტეტებია, რომლებსაც კოალიცია ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს. ხადურმა კომუნალური გადასახადების შემცირებაზე, ჯანმრთელობის დაზღვევასა და საპენსიო თემაზეც გაამახვილა ყურადღება. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების წინასაარჩევნო პროექტი, რომლის ფარგლებშიც არჩევნებში მონაწილე პარტიები საკუთარ ეკონომიკურ ხედვას წარმოადგენენ. საარჩევნო ბლოკ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობა, დასაქმება. ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს. ეს არის ის, რომ დასაქმებისათვის აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების მოზიდვა კი წარმოუდგენელია სამართლიანი გარემოს გარეშე. ამიტომ პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიწყებთ სასამართლო რეფორმას, სასამართლო იქნება სამართლიანი, დაცული იქნება გარიგება და საკუთრება. ფიქრობთ, რომ მომავალში თუ ეს ძალა მოვა ხელისუფლების სათავეში, კარგი საშუალება ეძლევა და შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და ექსპერტებს, რომ ასე ვთქვათ, მონიტორინგი გაუწიონ მათ მიერ განხორციელებულ დაპირებებს. საინფორმაციო ცენტრები სახალხო დამცველსა და სამართალდამცავებს მიმართავენ. მიზეზი ფოთში მომხდარი ინციდენტია. კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, აჭარისა და სამეგრელო ზემო სვანეთის ცენტრები ფოთის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ. მოუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, ფოთისა და ხობის ეპისკოპოსს თავი შეიკავონ დამოუკიდებელი საინფორმაციო ცენტრის მადისკრედიტებელი ბრალდებების გავრცელებისგან. ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. გავრცელებული ცნობით 13 სექტემბერს ხობისა და ფოთის მთავარ ეპისკოპოსმა სამეგრელო ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორ ელისო ჯანაშიას ფრიპკაპერა დაუმტრია. ჯანაშია ამტკიცებს, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მან ფოთის საკათედრო ტაძრის გალავანზე გაკრული ბანერები გადაიღო. ამ სურათებზე პრეზიდენტის, პატრიარქისა და მეუფე გრიგორის ფოტოები იყო გამოსახული. ფაქტს მალევე გამოეხმაურა ეპარქიის სამდივნო. კახაკუკავას პარტია მერაბ სამადაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს. სამადაშვილი ნაძალადევში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატია. დაპირისპირების მიზეზი კი ნანა ლეჟავას გადაცემა კვირის რეპორტაჟში გასული ფაქტებია. ამ მრჩევლებზე ზეწოლა, დაშინება, მუქარა მოსყიდვა. რეპორტაჟში ჟურნალისტის მიერ ჩაწერილი რესპონდენტები მაჟორიტარობის კანდიდატის უკანონო ქმედებებზე საუბრობდნენ. ნაძალადევში კუკავას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს სიუჟეტში ნახსენები ფაქტებით დაინტერესდეს. თავისუფალი საქართველოს მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებით დაინტერესებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც თხოვს, რომლებიც წინასაარჩევნო მონიტორინგს ატარებენ. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს პროკურატურას სასწრაფოდ იქნას აღძრული საქმე და გამოძიებული დაკითხული იქნან ის მოწმეები, რომლებიც გუშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საუბრობდნენ სამანდაშვილის მხრიდან წინასაარჩევნო დამამრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე, დაშინებაზე და სხვადასხვა კრიმინალური, ასე ვთქვათ, ღონისძიებების გატარებაზე. ეს არის ახალი 6-ე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში რუსთავში კერძო სკოლა მილენიუმში, რომელსაც ავტორიზაცია შეუჩერეს. დღეს ყოფილი მოსწავლეები და პედაგოგები შეიკრიბნენ მათი სიმბოლურად სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს და სკოლის წარმატებები გაიხსენეს. მილენიუმს, რომელშიც 150 მოსწავლე სწავლობდა, ავტორიზაცია 2012 წლის 14 თებერვალს შეწყდა. დირექციამ ავტორიზაციაზე განაცხადი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმეორებით შეიტანა, თუმცა 11 სკოლიდან ავტორიზაცია და გამოსასწორებელი ვადა მხოლოდ მილენიუმს არ მისცეს. ორი ინსტანციის სასამართლო პროცესით წააგო. სკოლის ხელმძღვანელი მილენიუმთან დაკავშირებულ პრობლემებს პოლიტიკური ნიშნით ხსნის. ის ამბობს, რომ მიზეზი საკუთარი მეუღლეა, რომელიც კომპანია ატოს გენერალური დირექტორია. დღევანდელი რა თქმა უნდა ემოციური იყო, იმიტომ რომ გავიხსენეთ ეს ჩვენი ადრინდელი დრო. ამ სკოლაში მივიღეთ ძალიან კარგი განათლება, რომელიც მეხმარება დღეს და ძალიან მიყვარს ეს სკოლა. ჩვენ ვიყავით როგორც ერთი ოჯახი. ქონდა მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენ სექტემბრამდე ახალ სასწავლო წელს სკოლას აღვადგენდით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი მხარის გუბერნატორს.
პოლიტიკური დევნის ფაქტი დაფიქსირდა ვანშიც სოფელ ისრეთის საჯარო სკოლიდან პედაგოგი შალვა ლორთქიფანიძე გაუშვეს. პედაგოგი სკოლაში ხაზვას ასწავლიდა. ლორთქიფანიძე სკოლიდან გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივით ხსნის. ის ამბობს, რომ სკოლის დირექტორმა განუმარტა, რომ სკოლაში ხაზვის საგანი არჩევითია და მისი ჩანაცვლება სხვა საგნით მოხდებოდა. გათავისუფლებული ამბობს, რომ გალდავა ანუ სკოლის დირექტორი ვანის გამგებლის მოადგილს მეუღლია და ლორთქიფანიძე სამსახურიდან სწორედ გამგებლის მითითებით გაათავისუფლეს. თავად სკოლის დირექტორი კი ამ ბრალდებაზე მეცხრეახთან საუბრისგან თავს იკავებს. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩემი პოლიტიკური მოსაზრების გამო, იმიტომ რომ მე აქტიურად ვუჭერ მხარს ქართულ ოცნებას, ჩემი მეუღლეც ასევე არის ამ შტაბში და მონაწილეობს ეს ამიტომ გააკეთეს ყოველგვარი პოლიტიკური მოსაზრების გამო. მე არ მაქვს სურვილი რომ მოვქცეთ ინტერვიუ რატო? აი, ადამიანი აღნიშნავს, რომ პირადი ინტერესები და მე განცხადება, საჩი და მომმართოთ განცხადები და მე გავარკვევ. რუსი მესაზღვრეები ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს სამეგრელოში გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ. საბიროს მკვიდრი 48 მოსწავლე სასწავლებლად წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის მეორე საჯარო სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც რუსეთის სამხედროებმა საბერო ფახულანის ეგრეთ წოდებულ საზღვარზე მათ გადასვლის უფლება არ მისცეს. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ მერვე და მე-9 კლასის მოსწავლეებს მიეცათ. პირველიდან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი სამგზავრო ავტობუსის საშუალებით ისევ უკან საბერიოში დააბრუნეს. სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეების მშობლებმა დღევანდელი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. არ წუნობთ იქაურ სკოლას, იქაც მეგრელები და ქართველები ასწავლიან რუსულად ოღონდ, მაგრამ არ იციან რუსული ბავშვებმა და რა უნდა ისწავლონ, როგორ უნდა გაუშვათ. მე მინდა ჩემმა ბავშვმა ისწავლოს საქართველოში ქართულად, რა თქმა უნდა და მინდა რომ ბავშვი იყოს ნორმალურ პირობაში. დღეს მხოლოდ მე-9 მე-9 კლასის მოსწავლეები გამოატარეს და ფახულანის მიმართულებით მე-10 მე-12 კლასის მოსწავლეები, დანარჩენი პირველი მე-7 კლასელები დატოვეს საზღვართან რუსმა ოკუპანტმა მესაზღვრეებმა. ბრძანება გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ უბრძანა რუს მესაზღვრეებს, რომ ეს ბავშვები აღარ გადმოეტარებიან. პირველ კლასელები, რომლებმაც მე-3 კლასის მოსწავლეებთან ერთად უნდა ისწავლონ ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლაში წელს მხოლოდ 2 პირველ კლასელი მიიღეს. ამიტომ ისინი მე-3 კლასელებთან ერთად ერთ კლასში ისწავლიან. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული კლას კომპლექტი აპრობირებული მეთოდია და ეს პროცესი მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მიღებაში ხელს არ შეუშლის. კლას კომპლექტი ეს არის აპრობირებული მეთოდი და ეს არა მარტო ჩვენთან არის, ეს არის ევროპაშიც ესე არის და არის ამერიკაშიც. პირველი კლასი და მე-3 კლასი იმ კუთხით, რომ პირველ კლასს უფრო მეტი ყურადღების მიქცევა უნდა, მე-3 კლასს კიდე უფრო ნაკლები, უფრო დამოუკიდებლობა, უფრო დამოუკიდებელი სამუშაოებს აძლევენ. ასე რომ ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. წინა საარჩევნო შეხვედრები გრძელდება დღეს. ქართული ოცნების ნაძალადევისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ მრჩევლებს შეხვდნენ. თია წულუკიანმა განაცხადა, რომ კოალიცია თითოეული მოქალაქის ხმას დაიცავს და ჯანდაცვა და სოციალური პრობლემები გამარჯვების შემთხვევაში მათთვის პრიორიტეტული თემები იქნება. ვიქტორ დოლიძემ და თია წულუკიანმა ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდეს. ხდებით აქ ჩვენს ამომრჩეველს, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ მათ, რომ ჩვენ ვიბრძვით მათი ინტერესებისთვის, რომ ჩვენ პარლამენტში გვაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემების გადაჭრა და რომ 1 ოქტომბერს, როგორც არასდროს, ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ დავიცვათ ამომრჩევლის ხმები. ჩუღურეთის და ნაძალადევის წარმომადგენლები არიან, ჩვენი მხარდაჭერები აქ და რა თქმა უნდა ვალდებული ვართ, როგორც თეა, ისევე მე, რომ მათ აუხსნათ როგორ ვაპირებთ ხმების დაცვას, მათ აუხსნათ როგორ ვაპირებთ მათი პრობლემების მოგვარებას პარლამენტში მოსვლის შემდგომ, რომელიც უამრავია მინდა გითხრათ, როგორც ერთ და მეორე უბანში და რაც ყველაზე მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნების კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლას ძალიან კარგად გათვლილი პროგრამა აქვს, რაც ყველასთვის მისაღებია. წინა საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრებიც. თარგამაძის გუნდი დღეს მხარდამჭერებს ამბროლაურის სპორტულ კომპლექსში შეხვდა. ამ შეხვედრაზე მოძრაობის მხარდამჭერები ონიდან, ცაგერიდან და ლენტეხიდან ჩავიდნენ. მათ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში უნდა ჩატარდეს. გიორგი თარგამაძე მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებაც მიულოცა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პროგრამით განათლების სისტემისთვის 1 მილიარდი ლარი უნდა გამოიყოს და მასწავლებლების ხელფასი 900 ლარი უნდა გახდეს. მისივე დაპირებით 2016 წლისთვის მინიმალური პენსია 240 ლარს უნდა გაუტოლდეს.
დღესვე გიორგი თარგამაძემ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. კონკრეტულად ლენტეხში ირინა კონტრადიევა, ონში შოთა ჩიხრაძე, ამბროლაუში აკაკი ვაშაძე, ცაგერში კი კარლო გვიშიანი იყვნენ კენჭს. ჩვენ ვაპირებთ, რომ მივცეთ შეღავათი ჩვენს მოსახლეობას გაუიაფოთ ცხოვრება, მათ შორის რაჭაში, ლენტეხში, ცაგერში მცხოვრებ ჩვეულებრივ ქართულ ოჯახებს გადასახადების კუთხით, მაგრამ რაც ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ეფექტის თვალსაზრისით, ეს არის ის, რომ ჩვენ ამით მოვახერხებთ ავამუშაოთ მთელი საქართველოს. ძალიან კმაყოფილებდა ჩვენს რაიონში საერთოდ არის ძალიან ბევრი მხარდამჭერი ამ პარტიის მიმართ. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია უყვართ ძალიან ბევრ. ამარჩევნების მიმართ მონოდინი ძალიან დიდია. ჩვენი პარტია არის ერთადერთი პარტია, რომელიც არის დაბალანსებული, არის ადამიანებზე ორიენტირებული პარტია. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებში მე როგორც ლენტეხის წარმომადგენელი, ლენტეხი და ლენტეხლები თავიანთ სიტყვას იტყვიან ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სასარგებლოდ. წინა საარჩევნო კამპანიას განაგრძობს გარდაბანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატიც ამჯერად მამუკ არეშიძე. გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოს მოსახლეობა შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და კოალიციის საარჩევნო პროგრამა წარადგინა. ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მიწის გადანაწილებაა. მოსახლეობა ამბობს, რომ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები ხელისუფლებამ ჩამოართვა და გაყიდა. ქესალოში პრობლემად რჩება უმუშევრობა და წყალმომარაგებაც. მართლა მარტო ამას ვერეუნერ გააკეთებს და ვერც რაღაცა გუნდი. ამას უნდა ზუსტად სოფელში იყოს, რაც შეიძლება დიდი აქტივი. ხო და ეს აქტივი ნელ-ნელა ეწყობა. თან ახალგაზრდებიც არიან, ასაკოვანი ხალხიც არის და ყველანაირი უმუშევრები არიან. ბევრი უმაღლეს დამთავრებულები ბაქოში, სვერდლოვსკში, თბილისში. ამ ადამიანების გამოყენება საჭირო. ეკა ბესელია ქართული ოცნების ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერად დღეს გურიაში ჩავიდა. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ლანჩხუთელ მოსახლეობას შეხვდა და 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ბესელიამ პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და პრიორიტეტად სოფლის განვითარება დაასახელა. ფოთში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატის განმარტებით ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება მოხდეს. ლანჩხუთელებს ადამიანის უფლებათა დამცველმა ლია მუხაშავრიამაც მიმართა და მათ საკუთარი საარჩევნო უფლებები განუმარტა. მე რა თქმა უნდა ძალიან ახლოს ვარ გამარჯვებასთან, ცოტა დრო დაგვრჩა, უნდა მომემზადოთ არჩევნებისთვის და ჩვენ ერთი გუნდი ვართ ქართული ოცნების ყველა მაჟორიტარი კანდიდატები, უნდა ვაძლიერებდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ საერთო გამარჯვება ჭირდება ქვეყანას, რომ ქვეყანა მართლა ძალიან მალე გამოვიდეს ამ კრიზისიდან. საზოგადოებამ გაიგოს, რომ მიუხედავად იმისა, ვის აძლევენ ისინი თავიანთ ხმას მივიდნენ არჩევნებზე და აუცილებლად არჩევნების დღეს თავიანთი ხმა გამოიყენონ. ასპინძაში ქართული ოცნების შტაბის წევრს პრობლემები შეექმნა. ნუგზარ კლდიაშვილმა მიწის დაკანონებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი შეაგროვა, თუმცა მოულოდნელად მიწის ნაკვეთი არასასოფლო სამეურნეო სტატუსს მიანიჭეს და ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს. კლდიაშვილი ამ მიწის ნაკვეთს ასპინძაში ვარძიის ქუჩაზე 20 წლის განმავლობაში ამუშავებს. ადგილობრივი ხელისუფლების დაპირების მიუხედავად მიწის ნაკვეთი მისი საკუთრება მაინც არ გახდა. პასუხად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ნაკვეთის სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება შეცდომა იყო. გვეუბნებოდა რომ აუცილებლად თქვენი იქნება, თქვენ არავინ წაგართებთ და დარჩება თქვენ. იანვრის თვიდან არავის ბალანსი არ იყო ეს ნაკვეთი, გადასცეს სახელმწიფოს, ანუ გახადეს მესაკუთრე სახელმწიფოდან. სახელმწიფოდან უკვე ჩვენზე გადმოფორმება და ყველაფრის გაკეთება ცოტა ის არის, ძნელი არის. მიუხედავად იმისა, იყო სასოფლო. აღნიშნული ტერიტორია საბაზოში, იმაში რესპუბლიკის საბაზო რეესტრში დარეგისტრირებული იყო როგორც არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები და გაცემული იყო როგორც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები. ამის საშუალება არ ქონდა თუ უფლება არ ქონდა თუ ასე შემდეგ. დასუფთავების აქცია ასპინძაში კოალიცია ქართული ოცნების ადგილობრივი შტაბის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ნაგავსაყრალის ტერიტორია დაასუფთავეს. ეს ნაგავსაყრალი ასპინძიდან 1 კილომეტრში მდებარეობს და ის 4 სოფლის დამაკავშირებელ გზაზეა განთავსებული. პირუტყვის ძირითადი საგზოვარი სწორედ ნაგავსაყრალის ტერიტორიაა. ჩვენ ამოვიდა ახალგაზრდული ფრთა, რომ დაგვესუფთავებინა მთავრობა, ჩვენ ვიცით რომ იქით არის ნაგავსაყრელი ტერიტორია, რომელიც ნაგავი
ხარი დაუბრუნოს და მოდის ისე უკან აქეთ მოვთ ეს ნაგავი და ამასობაში ეს ნაგავი სანამ აქ წამოვა იქვე წვავენ ეგე და ჩვენ ხო ვეტყვით გამგეობას რომ აი ესეთი რამე არ დაუშვა კურა მოდიშარიამ კი დღეს ბავშვობა გაიხსნა ქართული ოცნების სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თავის სკოლაში მივიდა და მასწავლებელი მოინახულა ანასტასია პაპასკერი ოდიშარიას ქართული ლიტერატურის მასწავლებელი და მისი პირველი პოეზიის საღამოს ორგანიზატორი იყო. პედაგოგმა მოსწავლეს არჩევანი ანუ პოლიტიკაში წასვლა დადებითად შეაფასა. ჩემი მეუღლის პირველი საღამო ეგ არის პირველი საღამო და დღევანდელი დღე ჩემთვის არის ბედნიერება, რადგანაც მესტუმრა ჩემი ყოფილი მოსწავლე ქურამი, ჩემი უძვირფასესი გამორჩეული მოსწავლე და ბედნიერად ვგრძნობ თავს. პირველი შემთხვევა, როდესაც ქალბატონი ცაცა არ მიდის სკოლაში, რომ შარშანდელ 1 სექტემბერს ის შეხვდა და მოსწავლეები ყავდა. ეხლა ცოტა ამბობს, რომ ცოტა გული ამიჩქარდება ხოლმეო და მაგრამ მე მგონია, რომ ყველაფერი იგზე ექნება ჯანმრთელობის ხრივ და აუცილებლად ქალბატონი ცაცა გააგრძელებს თავის მოღვაწეობას. ახალი 6 ამი დასრულებულია მე დაგემშვიდობებით 21 საათზე კი თქვენ მთავარი საინფორმაციო გამოშვება გელით.